Porsche და მოკლედ ისევ Porsche-ზე იქნება ჩემი მომდევნო ვიდეო და დღეს ჩამოვედით ლოპოტაზე და ეხლა აქ ჩემს უკან პარკინგზე ხედავთ დაახლოებით 5 მილიონის ან უფრო მეტის ღირებულების Porsche-ებს და არა მარტო Porsche-ც აქ არის Lambo, ერთი ურუსი, მეორე, მესამე, მგონი ერთი კიდე დაბლად დგას, Huracan, Aventador, მოკლედ, ხო წარმოგიდგენიათ უკვე როგორი ტრიპი ქონდა თბილისიდან კახეთამდე და ეს არ ვიცი ახლა აქამდე გითხარი თუ არა, მაგრამ Porsche ცენტრმა მძღოლებს გვაჩუქა ესეთი დაუვიწყარი road trip-ი ესე რო ვთქვათ და რა დაარქვეს Spring Escape 2026, სადაც თბილისიდან რო წამოვედით, ამდენი მანქანა ჯერ ხო თბილისში საცობი შევქმენით. აი მსგავსი რაღაც ვიდეოებში მქონდა ნანახი, უბრალოდ აი ესეთი მასშტაბური ეგეც არა რა. შემდეგ ავტობანით კი არ წამოვედით გომბურის უღელტეხილით, სადაც ძალიან მაგარი გზა არის ახალი დაგებული და გომბურის მიხოლ მოხოვული გზა მთები და ამდენი Porsche აი. I'm not in a mood, cause my flight delayed. So I jumped on a private jet and I'm asking a pilot the ETA. Lambo parked on a landing strip. ყველანაირად ყველაფერში მოყვება და ძალიან ბევრი Porsche კიდე სხვათა შორის ზოგი წინა, ზოგი უკან და თავი მგონია რაღაც ძალიან დიდ რალში, სადაც აი ქალაქიდან ქალაქში რო გადადიან, რა ფილმებში მოქვს ხოლმე ესეთი რაღაც ანახი. თან აი ეს გომბორი გაზაფხულზე ულამაზესია რა. ლამაზი ყოფილა მართლა გომბორი. გააკეთებული გზით. გაგვერხა ყველას ერთად. We could go band for band, fuck that, we can go M for M. Put on mill for the Maybach truck, double R with the factory rims. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ახალი ნაკენჭარები არ მაქვს, აი აქ ერთი მაქვს, რომელსაც მე გიორგი მომიგوارებს დარწმუნებული ვარ. 2 3 1-3-4 ნაკენჭარი მაქვს რა უკვე რომელიც მე უნდა მოგვარდეს ფირით. ვერ გადავღებე რაღა იყო, ვერ გადავაკარი ამდე ხანს. მოკლედ ახლა ძალიან ნელა მოვდიოდით გზაზე. უბრალოდ კოლონის გამო გაგვაჩერეს რა, არავის არაფერი არ დაურღვევია. არც გასწრება არ ყოფილა, არც არაფერი, უბრალოდ აი ბევრი ერთად რო გადავაადგილდებოდით, კითხვები გაჩნდა და მაგიტო რა. Selfish with a cute one. Make it count look good, it's a new one. You the type on computers. Got a mask, but he ain't no shit. მოკლედ გამოგუშვა პატრულმა, კიდევ ერთხელ დაარღვევსო და მე ყველას დაგაჯარი მე თელ კოლონაში, მაგრამ არავის არაფერი არ დაუღვევია, ყველა აი შეხედე ესე დავდიოდით. აი ესე დავდიოდით ზუსტად რა. კი? ხო, ანუ 43 თან მანქანა წესო სველიაო არიარო ჩქარა და ჩვენც ახლა რადგან Porsche გეუბნება არიარო ჩქარა არ დავდივარ. ნუ მოკლედ კაია რო გამოგუშვეს, კაი ეგ სიტუაცია ყველაფერი რო არაფერი დაგვირღვევია. დანარჩენს რაც შეიძლება, ახლა ამინდი მთლად იდეალური ვერ დაგვემთხვა, მაგრამ ამამიცა სხვათა შორის თავისი მუღამი აქვს, რაღაც კონკრეტული მონაკვეთები ძალიან სიმშრალე იყო და აი კადრები ჩემი თვალით ლამაზი იყო, უბრალოდ აი კამერით რამდენად მოახერხებდა თიკო გადაღებას, ეგ ნამდვილად არ ვიცი რა. და მგონი კახეთშიც დროზე ადრე ჩავალთ. მოკლედ დიდების ექსკურსიაა რა. და თავი მგონია რაღაც ფილმებში რო არის აი რალი რო აქვს რა ძალიან დიდი მოწყობილი ქალაქიდან ქალაქში რო გადადიან. Gimbal 3000 იყო თორცები რაღაც მსგავსი რბოლა. ჩავეწერე და 50000 მომთხოვეს დეპოზიტზე. დავამატე ცოტა ვიყიდე Porsche და წამოვიდი, აგერ უფასოდ Porsche-ს დამრჩა, აი. არა, მართლა კარგი გამოცდილება და თან რაღაცნაირად სასიამოვნოც არის რა ეს რაღაც ერთი ტიპის მანქანები ერთად ლამაზ ადგილსა გადაადგილდებიან და ჩვენ ახლა პირველად ვიღებთ ეს თემაში მონაწილეობას და იმედი რომ კიდე და მალე ჩავერთვებით ხოლმე ესეთ აქტიობებში და ავარია Porsche ყავდეს. და ხო რა ვიცი, მე მექნება კამერა როლის როლი ძირითადად, კამერამენის როლი. და ეს ვიდეო ბევრად სხვანაირი მინდოდა რომ გამოსულიყო, ნუ ჯერ არ ვიცი როგორი გამოვა, მაგრამ ისეთი მაინც არ გამოვა როგორც მე მინდოდა, მაგრამ მაინც დავდებ. კაია, ესეთ რაღაცას ყოველდღე არ ვაკეთებ და YouTube-ზე რაღაც საშუალება რო აქვს იმის რომ დადო, მე რაღაც შულსაჩვენო ან მეგობრებს ან ხალხს უბრალოდ შენი გამოცდილება გაუზიარო. კაია რა. Don't come too close. Should I take Keisha or should I take Becky? Rossi and Wayne both said I don't know. I swear Big A should be sponsored by Nike. He's got so much tech when he's trying to score goals. All the nuts roll back that pole. მაგრამ აი კიდე რაც დავფიქრდი ახლა იცით ამ ტურში,
წინა ვიდეოში მოხდა თქვა მე რომ მინდოდა ტაიკანის ყიდვა თქო, მაგრამ ტაიკანი კროს ტურიზმო რომ ეყიდა, თავიდან მაგრად ვისიამოვნებდი, მაგრამ მერე ალბათ უეჭველი ვიფიქრებდი იმას, რომ ნეტა 911 მიყიდა თქო და 911 რო ვიყიდე, მის შემდეგ ერთხელაც არ გამიფიქრებდი რომ ტაიკანე მიყიდა და დღეს მით უმეტეს რა 911-ები მიდის ყველა რაღაც მიქრის, ტაიკანები ჩუმად მიდიან, აი არანაირი პირადული ძმებო, მაგრამ სხვა არის რა. აი, მანქანა მეგონა რაღაცა განსხვავებული მანქანა ყავდა, მაგრამ მართლა იმდენი 911 აყენე შეხედე. თან ყველა თითქმის ერთფერშია. ანუ აღარ ყავს განსხვავებული მანქანა. სულო და გულო. ერთი კომპლექტაციით და წარწერით შეგიძლია იცნო რა მანქანა ჩვენი. ხო, იქით არის Carrera 4 GTS, იქით პროსტა 911, მაგრამ მგონი არ არის პროსტა 911. ეგრეა წერია და გითხარით წარწერით შეგიძლიათ განასხვავოთ, ხო? აქ რა არის? ესეც GTS-ი სხვა არის და 4 GTS-ი კიდე სხვა არის. და ეს მგონი 4S-ი კიდე რაღაც სხვა არის. ამდენია. აგერ საერთოდ GT3-ები. ან ხო შეიძლება უბრალოდ იყოს უბრალოდ 911 და всё. ჰა, კაი, როგორც BMW-ში სიტყვაზე M პაკეტია, აქაც რაღაცა მარტო ეგეთი ერთი პაკეტი კონდეთ. ან GT3 რო ავიღოთ, ეგიც კი არა, უბრალოდ GT3-ია. იქაც მე გრძელდება GT3 RS-ი, ტურინგი და მოკლედ რა. აი ხა მაგალითად ნახე, ამას საერთოდ რანაირი დისკი აქვს პირველად ნახე და დარწმუნებული ვარ, ანუ არ მომწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაცა კარგია, ხო? აი ყოველთვის როცა რაღაცა არ მომწონს, ის ყოველთვის რაღაცა კარგია. ანუ წეგან ტარგა GTS-ი იყო და მაგაზე მე ვუნდები რას გავს რომ კუზიანი მანქანა არის, ანუ შეიძლება მაგაში ადამიანი რამდენს ამატებს რომ ეგ ტარგა GTS-ი იყოს და ეგრე გამოიყურებოდეს და ამ დისკში კიდე ამის პატრონს რამდენი აქვს დამატებული კიდე ვინიც. ხალხო, ვინ თქვა რომ ფულის ბედნიერებას ვერ იყიდის. ანუ ჯერ ხო ამკოს სახეს ვერ გაასწორებინება, სულ უჟიმური სახით დადის რა და დღეს თეთრე გაღრეჭილი ზის მანქანაზე. აი თუ ვერ იყიდა ფულის ბედნიერება. Hey, Roman numeral 7, babe, drop it like it's hot. If this world was mine, I'd take your dreams and make them multiply. აი კიდევ ერთი გახარებული მითო რომ ეს სადგილას. კი არა და სადაც არ უნდა წავიდე, მაქვს საკმარისი აპარატურა ისეთი რომ ეს ემოციები, ფერები, ბუნება და ყველაფერი გადმოგცეთ ნატურალურად არის, ანუ ემოციები ხა ვიდეოში გამოხატვა მიჭირს ხოლმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფოტოებს, რასაც და ვიდეოებს დამეთანხმებით ალბათ რომ საკმაოდ კარგი ფერებია, საკმაოდ ხარისხიანია და ამ ვიდეოშიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ვიდეოების გადაღებისას იქ სადაც მაგალითად კამერას ვერ დავიჭერ ჭაღჭაღია და ასე შემდეგ, თუნდაც დღეს გომბორზე ჩქარე კადრები Samsung-ი იდეალურია რა. კონკრეტულად ეხა S26 Ultra-ზე მოქვს საუბარი და ზევით წეგან ყინვარი თუ რაღაც დავინახე. და ვნახოთ რამდენად ახლოს მივაბა. გადავუღოთ ფოტო. აი შეხედე ეხლა. წარმოვიდგინეთ, ეხლა შეყვარებული წყვილი ასულია იქ სადაც მთაზე ზევი და რას იფიქრებს რომ ვიღაცა საიდანღაც დაინახავს და ამ დროს ტიპი დგას S26 Ultra-თი და ანუ ხო ზოგადად წყვილები მსგავს რაღაცებს მოერიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მსგავსი მობილური ტელეფონით ვიღაც შორს იყოს და უბრალოდ თავის კამერას ტესტავდეს. ასევე S26 Ultra-ში წინა ვიდეოში ვახსენე ხო ეს privacy display აუცილებელია ძალიან. რასაც მე ყოველდღურად ვიყენე მაგალითად საბანკო აპლიკაციებში შესვლას, იმიტომ რომ არ არის ხა სასიამოვნო ყველამ დაინახოს ბანკის ანგარიში რამდენი მოქვს ფული, ყველას მილიონერი ვგონი ვარ და 1-12 ლარს დაინახავ და 30 ლარზე მე ზოთა უხერხული სიტუაციაა რა, ამიტომ ეს კაია. მაგის გარდა აი აკაურობა ისეთია რომ ნამდვილი კახური გარემო იგრძნობა რა და ცოტა არ იყოს უკან წინს ერთი დღით ვერ ჩამოსულები, იმიტომ რომ ძალიან კაია და ძალიან დიდი ხანი მინდა ვიყო. Do you get deja vu? Do you get deja vu? აი ერთადერთი ხა რაც წეხავს ის არის რომ დღეს მივდივარ და ვერ ვაბავ ძილს, საუზმეზე არ ჩავსულ არის რა, საუზმე რამე საუზმებაში. ბოლოს მე პახმალი როდის მქონდა არ მახსოვს, მაგრამ გუშინ თემა იყო რომ არ მიჭამე ახლა იქ რა. საღამოს ალბათ კადრები რაღაცები ნახეთ. მთელი დღე პლუს დაღლილი გუშინ წინაც ცოტა ვიქეიფეთ. მე გვიან დავიძინეთ, გუშინ ძალიან ადრე ავდექით. იმენა მაგრად მეძინებოდა ერთი ფიქრი ის ვიფიქრე რომ აღარ მინდა აღარ სპორტში მინდა აღარც არაფერი იმენა. просто ეხა დამაძინა და всё. მოკლედ
მაგარი საღამო იყო მართლა რა. გაასწორა. კაი იყო რა, საერთო ჯამში კაი სიტუაცია იყო. მომეწონა. ნუ ერთადერთი ვიღაცა მე სადღაც წავიდა, ხო კიდე გააგრძელეს. ვის რისი თავი იქონდა ჩემ? ყველა მაგარი მთვალი იყო ბოლოს. დაუ. ხო, ანუ ძალიან კაი იყო. უბრალოდ მე დილით ძალიან თავი მტკიოდა და ანუ არ დაგვილებია ბევრი. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. სახლში ოთხხომე, უფრო მეც ოთხხომე ზოგადად. არ ვიცი, რაღაცნაირი ძლიერი ღვინო იყო და თანაბრად უჭმეობის ბრალიც იყო რა. ძალიან კაი ხა გჯდომა. აი აქ გავაგზავნებდი ძილს აივანზე. აი ეს დავწყობოზე უბრალოდ დავიცინე. მაგრამ ნახევარსაათი ჩეკაუთი გვაქვს. რა ნახევარსაათი გქონი პრომან და ყავის და ლევამინდა. მოკლედ გავაკეთე ჩეკაუთი, წამოვედით უბრალოდ სახლში ახლა გვიწევს უფრო დიდი გზით დაბრუნება, იმიტომ რომ ვიღაცები ვინც ადრე გავიდნენ, ჩატში დაწერეს რომ გომბორზე პოლიცია ჩასაფრებული და ყველას აჩერებენ და ვინც გუშინ დალიეთ, მაინც თავი შეიკავეთო და ახლა კი არაფერი არ არის გუშინ დავლია, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ჯობია თავი დავისხო და აქედან წავიდე, იმიტომ რომ ლიშენია, მაგრამ მეზარება ეხლა. ლიშენია. ლიშენის რა ქვია ქართულად? მართვის მოწმობის ჩამორთმევა რაღაც ეგეთი, არ ვიცი. ნუ როგორც ესეთი ახლა ნასვამის საჭესთან არ დამჯდარო, ეხლაც რომ რაღაცას ისე გზობდე არ დავჯდებოდი, უბრალოდ მაინც ახლა ორგანიზმში დარწმუნებული ვარ იქნება ალკოჰოლი და ჯობია რომ ახლა აუტკივარი თავი არა ვიტკიო. მადლიზა არ ვტკივა დილით თავი და ტყუილად რო არა ვიტკიე, ჯობია წავიდე აქედან რა და 1.50 კილომეტრით მეტის გაბლა მიწევს, არა და გარბას როგორ ვფრთხილდები ამ მანქანას. წამოწმა. საერთო ჯამში ძალიან მაგარი იყო ყველაფერი. ძალიან ასიამოვნები დავრჩი. ძალიან დიდი მადლობა Porsche-ს გუნდს. კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ Porsche უბრალოდ მართლა ავტომობილი არ ყოფილა, ეს არის რავი დიდი ოჯახი, გამოცდილება, ექსპერიენსი, ყველაფერი ერთად არის რა ამ ავტომობილში. თავმოყრილი. დილით მე და თიკოს საუბრობდით რომ მსგავსი ერთ გუნდად შეკრული ავე რა უნდა დაარქვა ახლა ამას რა ენთუზიასტები ავტომობილს Porsche-ში რაღაც მსგავსი მგონი არც ერთ ბრენდს არ ყავს რა კი რაღაც ფან-კლუბი ყველას აქვს მაგრამ ესეთ გამოცდილებას როგორცაც Porsche თავის მომხმარებლებს თავაზობს მგონი არც ერთი სხვა ბრენდი არ თავაზობს თავის მომხმარებლებს და ჩემი რჩევა იქნება რომ მიბაძეთ იმიტომ რომ კაია ერთი ბრენდის მოყვარულები რომ ესე იკრიბებიან აზრებს ცვლიან ერთმანეთში და ასე შემდეგ რა არა არ მიბაძოთ მე ექსკლუზივი დაიკარგება ჯობია რომ მარტო Porsche-ს კონდეს მსგავსი ტრადიცია მოკლედ დიდი მადლობა Porsche-ს გუნდს რა ძალიან მაგარი იყო მხოლოდ ამის გამო დავიტოვე Porsche-ს აწინ ყოველთვის ერთი Porsche ყოველთვის ნოყავდა სახში რომ ესეთი რაღაცები არ გამოვტოვო წავედით ახლა საგარეჯოდან თბილისში რამე ზარება არ და გომბორზე ახალი გზა ისეთი კარგი იყო დაგებული